რაც ცვლილებებია მოსალოდნელი ნაციონალურ მოძრაობაში და როგორ აპირებს ყოფილი მმართველი პარტია ხალხის ნდობის და მხარდაჭერის მოპოვებას, პოლიტიკური გამოცდილება, შეცდომები და წარმატებები. რა არის გამოსასწორებელი და რა ნაბიჯების გადადგმას მიიჩნევს აუცილებლად ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი სახე გიორგი ვაშაძე. საპარლამენტო უმცირესობის წევრი საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე დღეს პირველ სტუდიაში. პირველი სტუდია კვლავ პირდაპირ ეთერშია, რაც ცვლილებების აუცილებლობას ხედავს პარტიაში მისი ერთ-ერთი სახე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე უპასუხებს ახლა ჩვენ შეკითხვებს. ბატონ გიორგი, მოგესალმებით, დიდი მოგესალმებით. ბატონ გიორგი, პირველ რიგში ვიდრე ვისაუბრებდეთ ცვლილებებზე და რეფორმებზე ნაციონალურ მოძრაობაში, თუ რა არის იქ შესაძლებელი, ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გითხოთ, როგორ შეაფასებთ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას, რამდენად მნიშვნელოვანია აი ეს ფაქტი საქართველოსთვის სამომავლოდ ევროინტეგრაციის კუთხით. მე მინდა მიულოცოთ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს პარაფირება ამ შეთანხმების და ეს არის სამწლიანი მუშაობის ძალიან სერიოზული შედეგი. მოდით პირდაპირ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს მართლაც მარტივი არ იყო, საქართველოს ძალიან ბევრი ვალდებულების თუ ბევრი რეფორმის გატარება მოუწია იმისათვის, რომ ჩვენ დღეს ვიყოთ ამ პოზიციაში, როცა პარაფირება მოხდა ვილნიუსში ხელშეკრულების. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ იწყება არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესი უკვე ხელმოწერისთვის მუშაობის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი წელი, რომელიც ფაქტობრივად არის გამოცდა, რომელიც უნდა გაიაროს საქართველოს მთავრობამ, თვითონ საქართველოს ზოგადად და ვფიქრობ, რომ იმედი მაქვს იმას გამოვთქვამ, რომ ეს იქნება მართლაც ის პროცესი და ის საკითხი, რომელშიც ჩვენსა და დღევანდელ მთავრობას შორის იქნება სრული თანამშრომლობა და იმ კონკრეტულ პრობლემებთან თუ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც წამოწევენ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ერთად ვიმუშაობთ, რომ ეს პრობლემები იქნას გადაჭრილი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოო პარაფირება კიდევ ერთი ეტაპია და ერთი ეტაპის დასასრულია ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულებების უკვე ძალაში შესვლა ხელმოწერა. კი და ის ერთი წელი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ და რა თქმა უნდა ის რეფორმები, რაც გასატარებელია და გასავლელია აქ რაღაც ეტაპები საქართველოს, თუმცა ასევე გარკვეული საგარეო საფრთხე, რუსეთის ფაქტორი, აუცილებლად მინდა რომ ამაზეც ისაუბროთ, რა რეაქციას ელოდებით რუსეთის მხრიდან და მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, ვიდრე უკრაინა. და მე მახსოვს საქართველოს ეკონომიკური ემბარგო, ეკონომიკური ბლოკადა, ენერგობლოკადა, ხალხის გამოყრა რუსეთის ფედერაციიდან, ეს ყველაფერი ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაგრამ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რა ბერკეტი დარჩა დღეს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში. როგორ ფიქრობთ, რა არის ეს ბერკეტი? არ ვიცი, ეს ყოველთვის ვაჭრობს ხოლმე მაგალითად რუსული ბაზრით, რომ გახსნის ან ჩაკეტავს რუსულ ბაზარს. ძალიან კარგია, რომ დღეს საქართველოს პროდუქცია შედის ნელ-ნელა რუსულ ბაზარზე, მაგრამ უფრო კარგია ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არის დივერსიფიცირებული და ჩვენ რუსულ ბაზარზე დამოკიდებული არა ვართ. ძალიან კარგია ის ვაჭრობს ხოლმე ენერგომატარებლებით და პირდაპირ ვთქვათ, რომ ვაჭრობა რუსეთის უკრაინასთან მიმართებაში სწორედ გაზით არის, გაზით ევაჭრება ფაქტობრივად უკრაინას რუსეთი და შესაბამისად ეს გადაწყვეტილება ამან იქონია ძალიან სერიოზული ზეგავლენა იქონია კიდე და გვაქვს რეალობა, ფაქტია, რომ ამ ზეგავლენის შედეგად უკრაინამ შეაჩერა ეს პროცესი, ხელმოწერის პროცესი და ეს ვფიქრობ, რომ ჩვენთვისაც პრობლემურია ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება კარგი პარტნიორები, როცა საუბრობთ ხელმოწერაზე და შემდგომ ინტეგრაციაზე ევროპაში. აი ის რომ მოლდოვა და საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რაღაც მარტო აღმოჩნდნენ უკვე უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი ეს ყველა ჩამოშორდა, როგორ ფიქრობთ ეს გაართულებს ან გააიოლებს უფრო ევროინტეგრაციის პროცესს? მოდით ვთქვათ, რაც მეტი პარტნიორი გვყავს, უკეთესია, ხო? ეს ალსახაა. ეხლა უკრაინასა და ჩვენ შორის ყოველთვის იყო ეს პარტნიორული ურთიერთობა და ჩვენ ერთად მუშაობდით ამ პროცესთან დაკავშირებით. ადრე შეიძლება გაცილებით ღრმა იყო ეს პარტნიორობა. მე ძალიან მწუხარ, რომ სომხეთმა უარი თქვა ასევე ამ პროცესზე, თუმცა ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის რუსეთის ზეგავლენის პროცესი ასევე და ძალიან სამწუხაროა ერთი რამ, რომ ჩვენ თუ მკვეთრი პოზიცია, პრინციპული პოზიცია არ დავაფიქსირეთ რუსეთთან მიმართებაში, მაშინ ჩვენი პოზიციები შეიძლება დამაბნეველი იყოს გარე მსოფლიო საზოგადოების ევროპისთვისაც და იგივე რუსეთის ფედერაციამ რაღაც მინიშნებები ნახოს ამაში. მე რას გულისხმობ ამ შემთხვევაში, მაგალითად უმცირესობის ინიციატივა იყო, რომ მკვეთრად ჩაწერილიყო და გამოხატულიყო. თუმცა ვიდრე
მაგაზე კითხავდეთ, თქვენ თვითონაც აღნიშნეთ ახლა ბატონ გიორგი, რომ პრინციპში რუსეთს უკვე ზეწოლის ბერკეტები არ აქვსო, არ დარჩა საქართველოსშიო. თუმცა მაინც აი სწორედ უმცირესობასა და უმრავლესობას შორის ამ ორდღიანი კონსულტაციების მიუხედავად, მაინც რაღაც ერთობლივი განცხადების მიღება ვერ მოხერხდა და სწორედ ასე ვთქვათ, შეუთანხმებლობის მიზეზი გახდა რუსეთის ფაქტორი. რატომ იყო მნიშვნელოვანი მაშინ, როდესაც თქვენ სწორედ ახლა აღნიშნავთ, რომ მე არ მithქვამს, რომ აბსოლუტურად არანაირი ზეგავლენის საშუალება არ აქვს, იგივე მცოცავი ოკუპაცია ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს, ეგრეთ წოდებული ამ საზღვრის იმის რა ქვია, ღობის გაყვანა ამ საოკუპაციო ზოლზე ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს, ჩვენს თვალწინ ამუშავებენ ქართულ მიწებს, რომლებიც ჩამოართვეს, წაართვეს სულ ეხლახანს ჩვენს მოსახლეობას და ეს არის რეალური პროცესი. ამას უნდა გქონდეს ძალიან პრინციპული რეაგირება საქართველოს მთავრობის მხრიდან. სამწუხაროდ რუსეთთან დათმობითი პოლიტიკი და არც კი ვიცი რა უნდა დავთმოთ, აი ღიად გეუბნებით, აი რა უნდა დავთმოთ ახლა ჩვენ რუსეთთან მიმართებაში. დათმობითი პოლიტიკით ვერავინ ვერაფერს ვერ მიაღწია. იგივე მოლდოვა შეგახსენებს. მოლდოვას რუსეთმა ღვინის ბაზარი რამოდენიმეჯერ გაუხსნა და დაუკეტა. ჩვენ იგივე საფრთხის წინაშე ვდგავართ ხვალ, რომ შეიძლება ახლა დღეს ღვინო გაგვაქვს რუსეთის ფედერაციაში, სოჭის ოლიმპიადის შემდეგ მით უმეტეს შეიძლება დაგვიხუროს ეს საზღვარი და დაიწყოს ვაჭრობა, აი თუ გინდა რომ გაგიხსნა, მე უარი თქვი იგივე ხელმოწერაზე. ამიტოა პრინციპული დღესვე ამ ყოლაფრის დაფიქსირება, რომ შენ ყავდეს მეტი პარტნიორი აი ამ ურთიერთობაში, რომ შენ გვერდით იდგეს იგივე ევროპული ქვეყნები და აი ამ შემთხვევაში რუსეთის დესტრუქციულობაზე მინიშნება სწორედ იმ დოკუმენტში თქვენ თვლის რომ უფრო წაადგებოდა, ანუ უმრავლესობის მხრიდან შეფასება იყო ისეთი, რომ რაღაც არადიპლომატიურად ჩათვალეს. იცით რა არის, როცა ეხა ოკუპაციას აგრძელებენ ჩვენ, აი კონკრეტულ შედეგს ვერ ხედავთ, ვერანაირ გადმოდგმულ ნაბიჯს ვერ ხედავთ რუსეთის მხრიდან, თუნდაც იმ თბილი დამთბარი რიტორიკიდან გამომდინარე, რასაც ხშირად აბრალებდა ხოლმე უკვე წარსულში ოპოზიცია დღევანდელი მთავრობა ხელისუფლებაში ყოფი გუნდი, ხედავთ რომ პირიქით უარესი სიტუაცია ეხა ეს მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ის რომ ჩვენი პროდუქცია შედის რუსულ ბაზარზე, ამის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი არის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ჩვენ დავითანხმებთ სწორედ ამ პირობით, რომ უნდა გახსნილიყო რუსული ბაზარი. ეს არის სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც საქართველოს ხელში უჭირავს და უნდა გამოიყენოს ძალიან ეფექტურად. თუ ჩვენ გვექნება არაპრინციპული პოზიცია, კი პირდაპირ გეუბნებით, რომ რუსეთი გააგრძელებს აი ამ ზეწოლის მექანიზმების გამოყენებას, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს ნათელი რუსეთისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რა ხელისუფლება იქნება საქართველოში, მთავრობა შეიცვლება თუ არა, ვინც არ უნდა იყოს საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და ასე შემდეგ. ეს არის თუნდაც პარლამენტში ვის ექნება უმრავლესობა, ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც საქართველოს აქვს ამ ურთიერთობაში. და კიდევ ერთხელ მე სხვა გამოსავალსაც კი ვერ ხედავ. სხვა ალტერნატივა არ აქვს ჩვენ. პირდაპირ ვთქვათ, რა, ერთ-ერთი ალტერნატივა არის ევროპაში ინტეგრაცია, იმიტომ რომ რუსეთთან თანამშრომლობით სამწუხაროდ ჯერ ჩვენ მოგებული ვერავინ ვერ ვნახეთ. მითხარით, თქვენ თუ დაამისახელებთ ერთ ქვეყანას, რომელმაც რუსეთთან ითანამშრომლა და რამე მოგება მიიღო ამიდან, ან რუსეთმა დაიწყო იმის ინტერესების გათვალისწინება, კი ბატონო, მზად ვარ დაგეთანხმოთ, მაგრამ ესეთი ფაქტი არ არის. ზუსტად ამიტომ ვამბობთ, რომ პრინციპულია, რომ იგივე უკრაინელი ხალხის ინტერესია, რომ და ვხედავთ რა ხდება უკრაინაში, ხომ? ინტერესია ევროპაში ინტეგრაცია, თუნდაც ისინი ჩვენს გვერდით დადგენ, თუ ამის საჭიროება გახდება. აი ეს არის პრინციპული და მნიშვნელოვანი. და ჩვენ მარტივ რაღაცას ვამბობდით. არ შეიძლება 21 საუკუნეში არსებობდეს რუსეთის გავლენის სფეროები, ზოგადად ვამბობ, და ასევე არ შეიძლება, ასე ვთქვათ, რუსეთი უშლიდეს ხელს კონკრეტული ქვეყნების მისწრაფებას ევროპაში ინტეგრაციაზე. მეტი არაფერი, კი არ ვამბობთ რაღაცა რუსეთი რაღაც შეფასებებს, სხვას არაფერს არ ვაკეთებ. მე მგონი აბსოლუტურად ლოგიკური მოთხოვნა იყო ჩვენი მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ იქნებოდა მკაფიო მესიჯი ისევე რუსეთის ფედერაციას. გადავიდეთ ბატონ გიორგი, თქვენ გაავრცელეთ განცხადება, სადაც საუბრობთ, რომ პარტიის რეფორმირების აუცილებლობას ხედავთ, თუმცა მანამდე ვიდრე კონკრეტულად ამაზე კითხავდეთ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოცხადდა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში გარკვეული რებრენდინგი უნდა ჩატარებული იყო და რომ რეფორმების პროცესი იწყებოდა. თქვენი განცხადება ნიშნავდა იმას, რომ აი ამ ერთი წლის განმავლობაში არანაირი რეფორმა ვერ განხორციელდა. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და 19 აპრილს სხვათა შორის, როცა პირველი აქცია გქონდა ჩვენ რუსთაველზე, მაშინ
თუ ჩემ გამოსვლას ნახავთ, იქაც მქონდა ამის შესახებ საუბარი. შემდეგ იყო ეს პრაიმერი, საპრეზიდენტო არჩევნების, მაგრამ უფრო და უფრო მეტი რეფორმები გვჭირდება და მეტი ღიაობა გვჭირდება. ძირითადი პრინციპი, რასაც მე ვამბობ ამ შემთხვევაში და კითხვებს რასაც ვსვავ, გვჭირდება თუ არა განახლება, გვჭირდება თუ არა ცვლილებები, გვჭირდება. მე მგონი ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული შეკითხვები, მე მგონი ამ შეკითხვას ნაციონალური მოძრაობის წევრებიც და ბევრი გამოხმაურება მაქვს ამ Facebook პოსტთან დაკავშირებით და დიდი მადლობა მინდა უთხრათ თითოეულ მათგანს, ვინც გამომეხმაურა. მე მგონი აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის, ხო? მე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი და ღია პარტია. დიახ, ჩვენ მიჩვეულები ვართ საქართველოში, რომ პარტიები არის ჩაკეტილი, დახურული და რაღაც კონკრეტული ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ. ზედმეტ ცენტრალიზება ახასიათებდა ნაციონალურ მოძრაობას, სალსახად თქვა და ეს ცენტრალიზება დღემდე გარკვეულწილად არის შერჩენილი და ზუსტად ამას ვამბობ, რომ ერთადერთი გასაღები არის შესაძლებლობა მივცეთ ადამიანებს თავის რეალიზების. თუ ჩვენ ბარიერი არ მოხსენით ჩვენსა და იმ ბევრ ახალგაზრდას შორის, რომელიც იზიარებს ამ ღირებულებებს, რომელიც ჩვენ გვაქვს და მაგრამ მაგს გარკვეული ბარიერი აქვს, რომ შემოვიდეს ნაციონალურ მოძრაობაში, ჩვენ არაფერი არ გამოგვივა, ეს არის და ეს. დიახ, თქვენ ფუნდამენტური ცვლილებები შიდა მენეჯმენტშიო, სამენეჯმენტო სისტემაშიო, აი ესე ახსენეთ. განცხადებაში თუმცა არ არის პერსონებზე საუბარი, მაგრამ იქნებ გითხრათ, აი ვისი შესვლის საჭიროებას ხედავთ. არა, მე არ ვფიქრობ, რომ აქ არის კონკრეტულ პერსონებზე საუბარი, აქ არის სტილზე საუბარი და სამენეჯმენტო მართვის სისტემაზეა თვითონ საუბარი. მე შემიძლია აი უფრო მარტივად რო აგიხსნათ, რაზე ვსაუბრობ, შემიძლია ჩემი პირადი მაგალითი მოგიყვეთ, ხომ? მე მუშაობდი, დავიწყე კონკურსით მუშაობა იუსტიციის სამინისტროში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში და შემდეგ არც ახლობელი მყავდა, არც ნათესავი და არც ნაციონალური მოძრაობის წევრი ვიყავი, წავიწიე წინ, ხო? მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი თავის რეალიზების შესაძლებლობა მომეცა მე იქ გარკვეულწილად და მე ვფიქრობ, რომ წარმატება, რომელსაც იუსტიციის სახლით ჩვენ მივახციეთ იმ შემთხვევაში, კონკრეტულ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროში, ზუსტად აი ღიაობის და გახსნილობის პრინციპი. თქვენ ხომ მოგწონთ მაგალითად, აი უბრალოდ უხეშედარებას თქვენ ხომ მოგწონთ, რომ მარტივი ბიუროკრატიაა და არაფერი პრობლემა არ აქვს სერვისების მიღების დროს. მე მინდა რომ ზუსტად იგივე იყოს პოლიტიკური პარტია, სადაც არავის ბარიერი არ აქვს თვით რეალიზების საშუალება პარტიაში ბატონო. კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ცვლილებებს ზუსტად ამას ვამბობ, ღიად ვამბობ, რომ რა თქმა უნდა არ აქვს ყოველას ჩართულობის შესაძლებლობა და ის გზა საითად ჩვენ მივდივართ, სწორედ ეს არის. ხა ნაციონალური მოძრაობა გარკვეულწილად იყო რევოლუციური პარტია, როცა ის მოვიდა ხელისუფლებაში და ჩვენ ახლა ნაცვლად ცენტრალიზებისა პირიქით ღიაობა, გახსნილობა უნდა უჩვენოთ. სამწუხაროდ სხვა შორის გეტყვით, რომ ქართული ოცნება ამ მაგალითს ვერ იზიარებს და იმ შეცდომებს, რომელიც დაშვებული იყო ჩვენი მხრიდან და თავარი შეცდომა ჩემი აზრით ეს არის ცენტრალიზება, ნაკლები გახსნილობა, ნაკლები ნაკლები დემოკრატია და გეტყვით კონკრეტულად რატო. გადაწყვეტილებები, რომელსაც თავს ახავენ თუნდაც იგივე პოლიცსაბჭოს და ამ შემდეგ. ეს პრეზიდენტობის კანდიდატზეც გამოჩნდა, პრემიერზეც გამოჩნდა, თბილისის მერის კანდიდატზეც გამოჩნდა, ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება. იქ ცენტრალიზებულია დღეს ყველაფერი. მე ვამბობ, რომ ჩვენ ზუსტად აი გვაქვს შესაძლებლობა. დღეს ჩვენ ვერც ერთი მიმართულების რეფორმას ვერ გავაკეთებთ ხელისუფლებაში. ხო, ჩვენ უნდა მოვახდინოთ პარტიის რეფორმა. ბატონ გიორგი, იმაზე რაზეც ახლა საუბრობთ, ანუ თქვენ თქვით რომ სამდივნოს არჩევნებზე დავაყენებო განსაკუთარ კანდიდატურასო, ანუ ამის გარეშე, თქვენი კანდიდატურის გარეშე, ანუ მენეჯმენტის ცვლილებების გარეშე ეს ცვლილებები, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ, ვერ განხორციელდება, დააყენეთ ეს საკითხი და უარი გითხრათ არსებულმა მენეჯმენტმა? ვერ მივხვდი რას ანუ ჩემი მონაწილეობის გარეშე მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩემი მონაწილეობა, იმიტომ რომ მე ეს მოსაზრება მაქვს თანაგუნდელებსაც აქვს იმ ადამიანებს, ვისაც უზიარებ ამ მოსაზრებას, იგივე მოსაზრება, რა თქმა უნდა არის ასთა სხვადასხვაობა, ასთა ჭიდილი და შესაბამისად ეს არის პროცესი. მე პირდაპირ გეტყვით, რატო გავხადე ღია ეს პროცესი, იმიტომ რომ ჩვენ მიჩვეული ვართ რაღაცა დახურვას თემების და მარტო შიგნით განხილვას და ასე შემდეგ. რატომაც არა, მე მაინტერესებს საზოგადოების აზრიც. ძალიან ბევრმა მომწერა Facebook-ზე და მათი აზრი მაინტერესებს, რა უნდა შეიცვალოს ნაციონალურ მოძრაობაში. მე პირდაპირ გეუბნებით, რომ მე არა ვარ ადამიანი, რომელიც კულუარებში შეძლებს რაიმეს გაკეთებას. არ მჩვევია და ყველა ადამიანს თავისებური ბუნება აქვს. მე ვარ ადამიანი, რომელიც გახსნილია და აბსოლუტურად მზად არის ნებისმიერთან იყოს დისკუსიაში და ნებისმიერის მოსაზრება მოისმინოს. ძალიან კარგი მოსაზრებები და იდეები შემოგთავაზა ბევრმა პიროვნებამ, რომელიც შეიძლება არც არის ნაციონალური მოძრაობის წევრი, უბრალოდ თავის რეკომენდაციებს გვაძლევს. ეს არის ზუსტად ის გზა, რომელიც უნდა გაიაროს ნაციონალურ მოძრაობამ. კონკრეტულ ნაბიჯებს გეტყვით, რაც უნდა მოხდეს. ეს არის თუნდაც რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების არჩევნები, ეს არის
პრაიმერები, რომელიც უფრო და უფრო ინტენსიური და უფრო კონკურენტუნარიანი უნდა იყოს მომავალში და ეს არის ზოგადად გახსნილი ღია კარები, ბარიერების გარეშე. ნებისმიერ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თუ ის იზიარებს იმ ძირითად პლატფორმას, რაზეც დგას ნაციონალური მოძრაობა, მას აქვს შესაძლებლობა ამ შემოვიდეს ჩვენს მოძრაობაში, გაწევრიანდეს აქ, გახდეს მისი ნაწილი და თვითონ გააკეთოს ის რეფორმა, ის ცვლილება, რაც უნდა რომ საქართველოში მოხდეს. თქვენ სად ხედავთ თქვენს ადგილს სამდივნოში? რომელ პოზიციაზე? დიახ, რომელ პოზიციაზე? ეხლა განაცხადები შეტანილი გვაქვს, კვირას გადაწყდება ეს ყველაფერი, გვექნება დისკუსია. მე შევიტანე განცხადება ესეთ პოზიციაზე, სტრატეგიული და შევიტანე პოზიცია სტრატეგიული და ორგანიზაციული განვითარების მდივანი, აი ესეთ პოზიციაში შევიტანე, რომლის ძირითადი ფუნქცია სწორედ ეს იქნება, ურთიერთობა, მეტი კონტაქტი ხალხთან, მეტი ურთიერთობა ამომრჩევლებთან, მეტი ურთიერთობა მათი მოსაზრებების მოსმენა და გარკვეული სწორედ აი ამ განვითარებაზე ორიენტირებული რეფორმების განხორციელება პარტიის შიგნით. ბატონ გიორგი, როგორ ფიქრობთ, აი ეს ცვლილებები, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ, რაც დაგეგმილი გაქვთ, რაც გინდათ, რომ ამ ცვლილებების შედეგად, რასაც გინდათ, რომ საბოლოოდ მიაღწიოთ. აი ეს ცვლილებები უზრუნველყოფს ნაციონალური მოძრაობის რეიტინგის ზრდას? მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თუ კი არა და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი, მე ასეთ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად ვაჩვენებთ თითოეულ ადამიანს, რომ ფუნდამენტურად განსხვავებულ ორგანიზმს ვქვნით რა, პლატფორმას ვქვნით. აი, მიხვდით რა არის განსხვავება. პარტიები საქართველოში არის ხოლმე ჩაკეტილი და რაღაცა ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ ხოლმე ამ პარტიებში. მე იმას მე ვამბობ, რომ ახალი ძველი აბსოლუტურად ყველა უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. ძველი თაობის ადამიანი, ანუ ყველა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იყო მონაწილე იმ რეფორმების, რომელიც საქართველოში განხორციელდება, ისინიც უნდა იყვნენ ჩართულები და ახალი ადამიანები, ახალი იდეებით ასევე უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი წარმატება იყვნენ ადამიანები, რომელიც განხორციელდა ნაციონალური მოძრაობის. სწორედ ამას გსაყვედურობდნენ ძალიან ხშირად, რომ ის რეფორმები, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ განახორციელა, მათი მონაწილეები არ იყვნენ ზოგადად მოსახლეობასთან არ ხდებოდა. არა, რატო მე ვფიქრობ, რომ იუსტიციის სახლის რეფორმა, რომელზეც მე მუშაობდი, იგივე, არ ვიცი, საგადასახადო, ასე ვთქვათ, ადმინისტრირების რეფორმა, იგივე საბაჟო სისტემები, რომელიც მოგვარდა კორუფციისგან განთავისუფლდა, ძალიან ფაქტობრივ მთლიანად ქვეყანა, იგივე კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს მიღწევებია, რომელიც აქვს ნაციონალურ მოძრაობას და ზუსტად იმიტომ აქვს, რომ ხალხთან თანამშრომლობდე. ხა მე შემიძლია გავყორო, თქვათ 2008 წლამდე გაცილებით უკეთესი და სწრაფი ტემპით მიდიოდა რეფორმები, ვიდრე 2008 წლის შემდეგ, ხო? მაგრამ დაახლოებით ესე რომ ვთქვათ, ანუ ძირითადი მიღწევები სწორედ იმ პერიოდში არის განხორციელებული და ამის შემდეგ გარკვეული გადახალისება უნდა მოხდარიყო მიდგომების თვალსაზრისით, პირდაპირ ვთქვათ რა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვი, ეს მიღწევები არის და ამ მიღწევებზე მუშაობდა კონკრეტული ადამიანი. მე ვინდა რომ დღეს ის ჩემი სურვილია, რომ იმ ადამიანებთან და ყველასთან ერთად აბსოლუტურად დღეს ეს ყველაფერი გავაკეთოთ ნაციონალურ მოძრაობაში. იმიტომ რომ სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ პირდაპირ გეუბნებით. დღეს საქართველოს აბსოლუტურად ბუნდოვანი პერსპექტივა აქვს. იგივე მთავრობიდან გამომდინარე, ახალ მთავრობას ვამტკიცებდით და ვერანაირი ხედვა ვერ დავინახეთ ჩვენ ახალი მთავრობის, რას აპირებს საერთოდ, როგორ აპირებს ეკონომიკური პრობლემების დაძლევას, როგორ აპირებს იმ, ასე ვთქვათ, უკუქცევითი პროცესების დაძლევას, რომელიც აქ არის. და თუ ჩვენ ამ სიტუაციას სწორი პასუხით არ გავეცით, მარტო საუბრით, მარტო დებატებით ამას ვერ შევძლებთ. ჩვენ უნდა ვუჩვენოთ კონკრეტული მაგალითი ადამიანებს, რომ ჩვენც ვიცვლებთ, ჩვენ ვიზიარებთ, ჩვენ ვსწავლობთ. ხო, ბევრი ამბობს, რომ გაითვალა, აი გამოკითხვებშიც არის ხომ, ბევრი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა არ სწავლობს თავის შეცდომებზე. ეს უნდა ვთქვათ ჩვენ. გინდათ რომ ისწავლოთ თქვენ შეცდომებზე. ბატონ გიორგი, ერთი კითხვა მაქვს. მიხეილ სააკაშვილის დისტანცირება ყოველგვიური პოლიტიკური ცხოვრებიდან არის თუ არა კავშირში აი ამ ცვლილებებთან, რომელიც მოსალოდნელია პარტიაში? მე მაგალითად ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, რომელმაც წასვლის წინ, ასე ვთქვათ, კიდე კანდიდატურები დაუტოვა ქართულ ოცნებას, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ესეთი რამ, რომ კი ბატონო, აგერ არის პოლიტსაბჭო, რომელიც არის ძირითადი გადაწყვეტილების მიღების ორგანო და აბსოლუტური თავისუფლება გვაქვს თითოეულ ჩვენგანს მივიღოთ მონაწილეობა ამ გადაწყვეტილებების მიღებაში. აი ეს არის რეალურად პოზიცია, რომელიც მას აქვს და ძალიან საინტერესოა, რომ ეს დისკუსია არის დღეს პარტიის ნაციონალურ მოძრაობაში, არის ეს მსჯელობა და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აქ მე მესმის რა არის განსხვავებული, ხა რატო გამოიწვია ამ ჩვენმა ღია წერილმა, რომ ყველა მიჩვეულია, რომ თითქოს პარტიაში ან მოძრაობებში ესეთი ინფორმაციები გარეთ არ უნდა გავიტანოთ, ან არ უნდა გავასაჯაროოთ და ასე შემდეგ. მე ზუსტად აი ამ ნაბიჯითაც ვთქვი, რომ არაფერი დასამალი არ აქვს.
რა უნდა დავმალოთ ეხლა რამე განსაკუთრებით რამე თქვი ამ კითხვებს ხო ყველასო ჩვენი მხარდამჭერებიც ვამენ ამ კითხვებს რომ უნდა შეიცვალოს გარკვეული მიდგომები და სხვანაირად უნდა ეს იცით რისთვის არის მნიშვნელოვანი ეს იქნება სწორედ პრევენციული მექანიზმი ხელისუფლებაში დაბრუნების დროს იმიტომ რომ თუ პარტიის ნაციონალური მოძრაობა იქნება გახსნილი ღია მოძრაობა სადაც ყველა ადამიანს აქვს თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ზუსტად ეს მოგცემს იმ პრევენციულ მექანიზმს რომ ანუ ეს თქვენ თავარ შეცდომად მიგაჩნიათ ნაციონალური მოძრაობის კარგი ბატონ გიორგი აი ამ ფუნდამენტური ცვლილებების პირობებში ან თუნდაც იმ შემთხვევაში თუ არ გატარდა აი ასეთი ცვლილებები როგორ ფიქრობთ თვითმმართველობის არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის შანსი როგორი იქნება განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ განახორციელებთ აი ამ ცვლილებებს რომელზეც ლაპარაკობთ ჩვენ ეს ცვლილებების პროცესი არ არის ეხლა არ უნდა წარმოვიდგინოთ რომ ერთ დღეში ეხლა დავჯექით და ვთქვით და მორჩა ამით ყველაფერი ხო ეს არის პროცესი რომელიც უნდა შევქმნათ ყველამ ერთად და ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ კიდევ ერთხელ ვამბობ ასთა ჭიდილი სხვადასხვაობა ყოველთვის იქნება ამ პროცესში თუმცა ზუსტად იმიტომ ვდგავ რა რომ ჩვენ საერთო ღირებულებები გვაერთიანებს და აი ამ ღირებულებებს უნდა ადეკვატური მიწოდება საზოგადოებისას რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს მე ვფიქრობ რომ შანსები ჩვენ საკმაოდ სერიოზული გვაქვს აქ იმიტომ რომ იგივე გასულმა საპრეზიდენტო არჩევნებმაც აჩვენა რომ ჩვენ ავიღეთ 22% საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა ამბობდა რომ გაცილებით დაბალი იყო ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი მაგრამ ზუსტად აი ამ ცვლილებები თუ ჩვენ ამ ცვლილებებს უჩვენებთ მანამდეც და გავაგრძელებთ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც ამ ცვლილებებს ვფიქრობ რომ სწორედ აი ეს არის პროცესი რომელიც დაგვაბრუნებს აუცილებლად ხელისუფლებაში მე მინდა ბევრი ახალი მე მართლა გეუბნებით რომ მე მინდა ბევრი ახალი ტვინი იმ გამოცდილ ტვინთან ერთად რომელიც აუცილებელია განვითარებისათვის მე აი საჯაროდ ვამბობ რომ ნებისმიერ ადამიანს ვისაც უნდა ამ დისკუსიაში შემოსვლა აუცილებელი არ არის მაინც და მაინც ტელევიზიაში შევიკრიბოთ თქვენს გარდა ყველას უნდა დანარჩენებსაც ნაციონალურ მოძრაობაში ახალი ტვინი და ახალი სახეები არა მოდით ხაზი გავუსვათ რომ მე ვამბობ ახალი ტვინები ახალი ადამიანები ახალი ენერგიით მაგრამ გამოცდილება რომელიც იგივე წერილში დავწერე გამოცდილება რომელიც გვაქვს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ ყველას უნდა თუ არა ამაზეც გაგცემ პასუხს. ყველა შეიძლება არ მოსწონდეს ის სტრატეგია, რასაც მე როგორც მე ვხედავ ამ ყველაფერს, ხო? იმიტოა ნაციონალური მოძრაობა ამხელა ორგანიზმი ხა, როგორ შეიძლება რომ 10,000-ობით ადამიანი იყოს ერთი და იგივე აზრზე, ხო? თუნდაც იგივე 68 ადამიანი, რომელიც არის პოლიტიკურ საბჭოში, ყველა იყოს ერთ აზრზე. ესეც ხო შეუძლებელია რა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ მოვდივართ წარსულიდან, სადაც უფრო ცენტრალიზებული იყო ყველაფერი და მზა გადაწყვეტილებას არის ადამიანი გარკვეულწილად მიჩეული. ეს არის პროცესი, რომელიც უნდა აუცილებლად განხორციელდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი თანამოაზრე მყავს ამ ყველაფერში და ამას გავაკეთებ. თუ ვერ განხორციელდა აი ეს ცვლილებები, დარჩებით მაინც პარტიაში. მე მანამდე ვიქნები აქ, სანამ ასე ვთქვათ, მექნება იმის შანსი, შესაძლებლობა და იმედი და დარწმუნება, რომ ამის გაკეთება არის შესაძლებელი. პირდაპირ გეუბნებით, ამას აბსოლუტურად ღიად ვამბობ, თუ მე დავინახე ახლა, რომ იმდენად ჩაიკეტა ყველაფერი, რომ შეუძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება, მაშინ აბა თუ შენ პრინციპებს ეწინააღმდეგები, აბა იქ რა უნდა აკეთო. დღეს რადგანაც მჯერა ამ ყველაფრის, იმიტომაც ვარ აქ და ამიტომაც არის, რომ ხედავ გამოსავალს სწორედ ამაში. და ბოლო შეკითხვა მაქვს ბატონო გიორგი, ნაციონალური მოძრაობა აპირებს მერობის კანდიდატურთან დაკავშირებით ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნებზე გააკეთეთ პრაიმერისის ჩატარებას, თქვენ მიიღებთ თუ არა მონაწილეობას პრაიმერისში? ამაზე დავფიქრდებით კიდევ არ გამოვრიცხავ რომ მივიღო მონაწილეობა პრაიმერში, თუმცა ეს არის რა თქმა უნდა ავწონდავწონოთ ვის რა შესაძლებლობები აქვს, ვის რა შეუძლია ამ პრაიმერში და კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ გადაწყვეტილებას მივიღებ. თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ვფიქრობ ამის შესახებ, მარტო არა ვარ ამ მოსაზრებაში, ამაში დანარჩენი ვნახოთ უკვე გვიჩვენებს პრაიმერი, ჯერ არჩევნების თარიღიც არ ვიცით, როდის იქნება, ამხე რომ საკმაოდ დროა მანამდე და საბოლოოდ ჩამოყალიბდება. თქვენს გარდა კიდევ ვინ მოიაზრება მონაწილეობას? მე არ ვიცი, ხა რა თქმა უნდა გიგი უგულავა მოქმედი მერია და ვფიქრობ, რომ მას სერიოზული შანსები აქვს ამ არჩევნებში, იმიტომ რომ თბილისი ცალსახად შეიცვალა, არ არის ეს ის თბილისი, რაც იყო თუნდაც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, გზები, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემებია, ჯერ კიდევ მოსაგვარებელი ვნახოთ. ალბათ აი ზუსტად ამაშია ღიაობა, როგორ შეიძლება ვიცოდეთ წინასწარ ვინ მიიღებს მონაწილეობას. როცა ვიტყვით, რომ პრაიმერი იწყება და განაცხადების მიღება იწყება, აი მაშინ ვნახავთ ვინ იქნება პრაიმერის კანდიდატები და შეიძლება ბევრი სიურპრიზიც გქონდეს ამ მიმართულებით. აი ეს არის გახსნილობა, ღიაობა, ნაცვლად გადაწყვეტილებისა, რომელსაც ერთი ადამიანი ანუ პირთა ჯგუფი იღებს ხოლმე. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, იმისთვის რომ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში, წარმატებებს გისურვებთ რა თქმა უნდა და გემშვიდობებით.